აი ესე დავიწყე უკვე მელოდიაში. არა ვართ ეხლა თლად გადასარევ ხასიათზე, მაგრამ გამარჯობა ყველას მოგესალმებით. ლაილაის მორიგი ეპიზოდი. რამდენიმე საათია გასული საქართველოს ნაკრების მარცხის შემდეგ თურქეთთან წავაგეთ 4-1 და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავალთ. ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია. და ვისაუბრებთ რა ტრაგიკული სახე გაქვს ბიჭო. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. გრძელდება ძმაო. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მენდეთ და ჩემი აზრით თქვენთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე თქვენს რეპორტაჟებზე გავიზარდებ. მე თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია. მე შენზე ალაპარაკობ, ნუ რა ცხენია. ისე როგორ მარტო მე ვზივარ აქ და ეს სულ გამოყლევ და შესაბამისად ეს კიდე უფრო მკაფიოდ გაიმეორე. გთხოვთ. სამწუხარო. ბილი ბერკის ირლანდიურ პავში ყოფილი. გიჟია გეუბნ. ეს რო კომიკოსია ეგეთი არავინ არ არის. აი პირდაპირ ვიძახი საუკეთესო არის საქართველოს. შემიტო კი არა ჩემიანია. არა, ესია. თუ მეთახვებით მოგწერეთ კომენტარებში. კრისტალბეტ ეროვნული ლიგის ჩემპიონატი დავიწყებთ. ჩემპიონატი კი არა, ბლიცით. კრისტალბეტ ეროვნული ჩემპიონატის კრისტალბეტ ეროვნული ლიგის ბლიცი. ნოდა, შენთან მექნება 10 კითხვა. მე მზად ვარ ვიცი რომ რაღაცა არა მართლა არის სახუმარო კითხვები არ არის საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ან თავდასხმელი ან მცველი თული კითხვა ბატონ დიმიტრი ესე რა ბიჭო ეხლა დაგიჯერგინებ თქვა ზეცაშია კლუბებში კაი დაჯექ ერთად საუკეთესო ჩემთვის უდაოდ არის გიორგი ქინქლაძე შემდეგი ან თავდასხმელი ან მცველიო. რიდი მცველის თქვი ბარემ, ჰა? მცველი გამიჭირდება, მცველი გამიჭირდება. შედეგებიდან გამომდინარე? ნუ ეხა კალაძია ლიგა ორჯერ. არა, ეგ გასაგებია ნაკრებში ვინ როგორ თამაშობდა. არა, გარეგნობა მიხრა ვისი უფრო გევასებოდა. მე ცხადაძე მევასებოდა როგორც მცველი ძალიან. ძალიან კარგი. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი. ეგ მართლა გამიჭირდება სვეჩი მაგის ყველაფერი გიჭი არა რომელი უნდა არა მე ვიტყვი შედეგებიდან გამომდინარე ოღონდ აქ აპრაუდანიები არ გიჭირდება როგორ არა დამაბნეველი იქნება ეგრე პასუხი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში შედეგებიდან გამომდინარე ვიტყვი სანიულს ეხლა ტაქტიკურად და მაქტიკურად ამაზე არ ვაკეთებ აქცენტს კაი შემდეგი საქართველოს ნაკრების ყველა არა ეს მესამეა რომელ ნაკრების ფეხბურთელს რომანტიულ ვახშამს რომელ ნაკრების ფეხბურთელთან გაატარებდი? რომანტიულ ვახშამს არც ერთ ნაკრების ფეხბურთელთან არ გავატარებდი, მაგრამ გავიპობოდი ბოლომდე გიორგი დემეტრაძესთან ერთად თვრალი აი ტანინიანი ღვინით. მაგრამ რომანტიულ ვახშამს მაინდამაც იმას კი ანიშნავს. შენ ხარ გარყვნილი ეგ შენ მოიფიქრე. მან დარწერია. ჩემზე უფრო გარყვნილი ჩვენი პროდიუსერი მაგ შეკითხვას არ დაწერდა. აბა გეგონოს. არა, მართლა უცხოელთან ვისთან დაალევდი მართლა. ოღონ ესპანელის გარდა. არა, კიდია ესე გეკითხე. არა, მინდა რაულთან ერთად გავიპობოდი ისე აი, დავლევდი. რაულთან გაგაპოვდა. შირერთან ერთად დავლევდი სიამოვნებად. მე გასკოინთან. და მე მაგრა ვიჩხუბებდი. გახდებოდი გასკოინით მე უნდა მეძებდე იქ რა ქვია, ხან საათზე ეროვნული ლიგის საუკეთესო ლეგიონერი. დღეს კი არა. ჩისკო. აკინოს მაგარი. ხო, ჩისკო მართლა ყველაზე მაგარი. ჩემთვის ჩისკო. და ის მეკარე. მე მკითხე. ოვანოც ხო მაგარი. მე მკითხე და იმას რა. ოვანოც ხო მაგარი იყო მეკარე. ძალან. ნანაეშვანი გახსოვს? ძალან. ეს თბილისურა. ძალან. ნანაეშვანი გახსოვს შენ ლოკომოტივში. დორტმუნდის გაზრდილი იყო. სხვათა შორის მარტო. არა, მე ეს ნინო ბანგურაშვილი მახსოვს. ნანაეშვანი ლოკომოტივში. ვისი მცველობის დროს იყო ნაკრები ყველაზე ცუდი და ვისი ყველაზე კარგი? შედეგებიდან გამომდინარე. შეგვეცია შედეგებიდან გამომდინარე. შეკიდე, აბა რა თქვა ეხლა? აი მე ისე თქვი, არ გვინდა შედეგებიდან. არა, რა თქვა რა კუპერს ვამბობ და. უკვე ვიცით რომ შედეგებიდან გამომდინარე, ამბობ ყველაფერს, ამიტომ უღა კარგი. კუპერის დროის ნაკრები იყო ყველაზე ცუდი რაც მინახავს. 3 ქულა იყო, 3 ფრე. შედეგი ხარისხი თამაშის კუპერის ნაკრების იყო ყველაზე ცუდი. მაშინ თქვი ხარისხიდან გამომდინარე. ხო, ხარისხი, შედეგი 3 ქულა ქონდა და ეგ კუპერს კი არ აკრინებს ზოგადად. იქ შევხვდი ხო იცი ერთხელ. რამდენ შეხვედრე ყველა ის სადღაც დავინახე და გაიქცა. გაიქცა. კუპერის ნაკრები იყო ყველაზე ცუდი. ოხია, ისეთი და შედეგებით ყველაზე მეთქი შეჭი. შედეგებით ყველაზე კარგი ქონდა სანიულს. აბა დაასახელე ნაკრების ისტორიაში საუკეთესო თამაში. რამდენია? რამდენია? რა შეჭება რა. საუკეთესო თამაში. შედეგებიდან გამომდინარე, ხარისხიდან. ხარისხიდან გამომდინარე, ერთ-ერთი წაგებული უნდა თქვა უკრაინა საქართველოს 3-2 რო წავაგეთ. რა? ეგეთი ხასიათის ნაკრები გამახსენე როდის. ჩემთვის თქვი რაღაც. თან მიყავდა ეს თამაში. შვედეთის თამაშს დავასახელებდი. მაცდი?
კი. და რა თქმა უნდა, სამს ვიტყვი შვედეთთან, კარგი გამახსენე და ბოლოს საბერძნეთთან ვიტყვი, იმიტომ რომ მოვიგეთ და გავედით. ფინალი. ისიც რა გითხა, მაგრამ მნიშვნელობიდან მომდინარე. დიდი ხანია, მე გამათები, ბიჭო. არა, დიდი ხანია, ეგ თამაშებს იგებ, საბერძნეთთან თამაში. ნაკრების ისტორიაში საუკეთესო გოლი, ახლა კოკესკირის პენალტი იტყვის. ხო, აბა. საუკეთესო გოლი, ბიჭო. ბიჭო, სილამაზით? ხო, ალბათ. ჩილანსა რა ქვია, კეცბაია უელსთან. და შოთი იმასთან, შოტლანდიასთან. უელსთან თავზე რო გადავიდა. აი, რამდენი ბევრი არა. ერთი ამოარჩიე, კაი ჯანდაბა შეიძლება. უელსი, კინკლაძე ისე. თორე იქ კეცბაია რასაც აკეთებს. ჩემი ჯადოქარი კინქი. იქ კეცბაია უელსთან 96 შესარჩევში რასაც. არა, ეგეთი გოლები ბევრია ეხლა. კი, შოთი შოტლანდიასთან, კობი ხორვატიასთან. ძნელი ამოსარჩევია რა. ძალიან, ბესბერდაში. და ბოლო კითხვა მაქვს. კარგად დაუფიქრე რომ პასუხო. რომელი უფრო მაგარი ტიპია? ოთარა მამასახლისი თუ ჟორიკა? ამბარცუმა. თქვი ეხა ერთი ჟორიკა არ გამაგიჟო. თქვი ერთი ჟორიკა. კაი, დიდი მადლობა, მაგრამ ჟორიკა ეს შენ კრისტალბეთ ლიგის. თავი არ დავარტყარი. შევაგდე. ამას კიდე თავის დარტყმა უნდა. კაი, ველოდებით სტუმარს, აი სულ მალე გიორგი დედვარიანთან ერთად დავბრუნდებით. საინტერესო ბლიცი ხო მოდის ეგრე. თეთრი მაისური აცოა შავი ბიჯაკი. სათვალეებს ჩამოკიდებული. ხო. ბარებ იქით გადი და დაუსვი შეგიძლია. გაგეთე? სკოპიასკო. ასტამანიანი. რამ ბამ ბომ. რა გიხარია? არაფერი არ მიხარია. მიხარია ეს რომ სტუმარი ყავს კარგი და დიდი ხანი არ მიხარია. მიხარია რომ დღეს შეხვდე გიორგი დედვარიანი. გიორგი დედვარიანი იგივე სკიპო, იგივე ფეოლა. გიორგის მივაწვეთ. გიორგის გიდა. ეხლა მე მაინც ვიჩვეულო რომ რა თქმა უნდა გიორგის კაცო რა ღია ლაპარ ბატონო გიორგი. არა ბატონოს გარეშე გიორგი შევ წავოსდეს ხანდახან ეხლა სკიპო. ივაც. მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა რომ წერთ კომენტარებს, თქვენს რაღაც შაბაშლებს გვიზიარებთ და ჩვენ ვიმყოფებით ბილი ბერკის ირლანდიურ პაბში, კოსტავა 77. იგივე სეტანტა. ეს რო არ თქვა ჩანსი არ არის, ესეთი. კი, უხდება ძალიან. კი, სეტანტა სეტე. და ჩვენი მეგობარი და სპონსორი ნიკორა სოსისი კომაგი, რომელიც აი ახლა შემოგძანდება. ჩვენ კი მივირთვით, მაგრამ არ ვიშველა ეს ბოლო ორი თამაში. აი ახლა შემოგძანდება და ვიშველის. დიდი მადლობა. ცხელი ახალი. მოკლედ ეს იყოს რა და ეს ნოდარისკენ მიწია, მაინც ყოველ შემთხვევაში და ის. არა, რა ვიცი. ისე ამბობს ბიჭო ნოდარისკენ თვითონ ყბას არ აჭერს. გიორგი, მადლობა რომ მოხვედი დღეს ჩვენთან. ჩვენ გადაცემას წერთ, ხო, ჩვენ გადაცემას წერთ ცხელგულზე. ანუ თამაშის დამთავრებიდან, თურქეთთან თამაშის დამთავრებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ესე გამოვიდა რა. და შეფასებებს გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, გიორგის აზრით საინტერესო იქნება, ჩვენსაც ვიტყვით. რა ვიცი. ჯერ მადლობა მოწვევისთვის. პირიქით. რამდენიმე დღით ადრე ვიყავით შეთანხმებულები, თორე რომ ცოდნოდა რომ ეს ორი თამაში ესე დამთავრდებოდა, არ ვიცი დაგხვდებოდით თუ არა აქ მოსვლას, იმიტომ რომ ძალიან მიმძიმს ახლა აი ამ რთული ორი თამაშის მერე ფეხბურთზე საუბარი. იცი რა, პირიქით აი ჩემთვის რა, ჩვენ რო ვისაუბრეთ, აი ვინ შეიძლებოდა ნაკრების თემაზე, ერთად აი ერთხმა ვთქვით, პირველი ვინც გამახსენდა, სულ რო თამაშის ორივე თამაშის მერე ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, მაინც პირველი გამახსენდებოდი, იმიტომ რომ შენ ხარ ის მწვრთნელი, ვისაც ანალიზის. ალბათ ერთადერთი კაცია ეს, ვისთანაც დღეს შემიძლია ამ თემაზე ვილაპარაკო. მართლა გეუბნები, იმიტომ რომ რატომ მიზეზ ჩამოსვლას არ დავწევ რა. ჩვენ აი ვლაპარაკობთ მე და როდარი დღეს ეს ამბავი დაიწყო გუშინ და დღეს ესპანეთით არ დაწყებულა რა. 2000 ერთა ლიგაზე 2024 წლის 10 სექტემბრის მერე, როდესაც ჩვენ სტუმრად ტირანაში ალბანეთი დავამარცხეთ. მე ალბანეთი იყო და მას შემდეგ წავიდა ეს ჩაქრობა. მაგრამ სიგნალი იყო ერთა ლიგაზე რომ წავაგეთ ის ორი თამაში და ზის რომ მე პლეიოფში მოგვიწია. სიგნალები იყო ევროპის ჩემპიონატის მერე. როგორ შეაფასებ, მოდი ობიექტურად ვისაუბროთ ამაზე. გასაგებია რომ რაღაცა ძალა აღმარცხნავს და ესპანეთი ძალიან მაგარია და რასაც ყოველ თამაში გუშინ მესამე შემადგენლობით მოუგო ეგერ ბულგარეთს ძალიან წყნარად ისე რომ არც ურბენიათ გავიგეთ. მაგრამ თეატრში მოდი შევაფასოთ რა ფონი ახლა ცოტა დამძინდა ბოლო პერიოდში ევროპის ჩემპიონატიდან ვერ გამოვედითო ვერიცანიელმა ხო რა და ალბათ ახლა თავის პასუხისმგებლობასაც აიღებს და გზნობს. ბიჭო, ბევრი კითხვაა, რაიგე ძალიან რა და ამ კითხვებზე პასუხი მე არ მაქვს კითხვებზე პასუხი აქვს იმან ვინც დაგეგმა ეს თამაში ესმის ეს კითხვები გულშემატკივარსაც თავისთავად ექნება ჟურნალისტებსაც ექნება ფეხბურთში მომუშავე ხალხსაც გვაქვს
და ამ კითხვების პასუხი არის იმ ხალხთან, ანუ სტაფთან, ვინც ეს თამაშები და ეს პროცესი დაგეგმა. ნუ ჩემი აზრი როგორ შეიძლება იყოს განსხვავებული, ხა შედეგიდან გამოდის რა ყველაფერი, ხა ესპანეთის ნაკრებთან კი იყო 2-0, მაგრამ რაც იყო იქ სტატისტიკა რანაირად შეიძლება რომ 3-7-ზე. კარგი გქონდეს შტაბეჭდილება, გინდა ხა გუშინდელ თამაშშიც იცი რა არის ახლა ესე მიჭირს რა რამეზე ლაპარაკი რამდენიმე თვის წინ ეს გუნდი იყო ჩვენთვის რავი კერპები იყვნენ მწვრთნელიც და ბიჭებიც და ახლა დღეს მიჭირს გესმის რომ ეს ჩემთვის ძვირფასი ხალხი ახლა ასე უცბად ავიღო და არა მაგის ზანი ჩვენ არ გაქვს მე მაგალითად შემას ვიტყვი რა რომ ცოტა გაგიადვიდოთ მე შენც ჩემთვის რადგან მე აქ კეთილი ვინებე და მოვედი გესმის ხო მიჭირს ხო მაგრამ კითხვას თუ დამისვა მე იმ კითხვაზე შემიძლია რომ ჩემი აზრი გითხრა კარგი მე დავისვა ხო თორე ეხა ესე ზოგადად არა უყურე მე დავისვა არ არის პრობლემა მე დავისვა მე დავისვა ჩვენი გუნდი რა დონისაა საშუალო ევროპული თუ საშუალოზე დაბალი მოდი ჯერ მე ის რა ქვია ვიკითხოთ საშუალოს ჩვენ ვის ვეძახით საშუალო ნუ ხო არის დონე ხა ჰაი კლასი ესპანეთი ბრაზილია იტალია ეს გუნდები ხო მე არის თურქეთი თქვათ რაღაც ბელგია და ესე ბელგია ეგენი საჩვენსად ვართ მაგის ქვემოთ კი ბატონო ჩემი აზრით მაგის ქვემოთ ეგ მოლოდინები ჩვენ რო შევქმნით ევროპის ჩემპიონატი შეიძლება მედიასაც ვადანაშაულებდა ჩვენ პასუხსაც ვიღებდმაო რომ ჩვენ ვიძახით რომ აბაჰე და ყველა შეგვიძლია ვეთამაშოთ ყველა შეგვიძლია მოვუგოთ ობიექტური სურათი არ შეიქმნა ეხლა ჩვენ გულშემატკივრის გასაგებია ისეთი ფონი შექმნა მედიამ კაი მე ჩვენ შევთავაზოთ რომ ჩვენც ვიყავით ჯანდაბას თუმცა ჩვენ არ გვითხრია მსგავსი არაფერი 6 კაცი აკლია და იქ უნდა მოვუგოთ ესპანეთს და იქ რა ვის რანაირად ასაფუძველი უდეს ამას წინ ეს არის უბრალოდ ოპტიმიზმი და სურვილი მოდი ესე ვთქვათ რა კი ეგ არის არა თან რაც ხდებოდა სოციალურ ქსელში ეხა ეს ჯგუფი რო გაირკვა ჩემ მეგობრებთან მათ შორის ტელევიზიითაც მაქვს ნათქვამი ეხა საწყენად არ ვამბობ რა უნდა ვთქვა საწყენად როცა ხედავენ რა შედეგი მე ვთქვი ეგეთი რამ გიო რომ 6 ქულა ვთქვი ამ ჯგუფში მაქსიმუმი 7 თქო რა ნუ ვიღაცებს არ ესიამონათ მაგრამ რეალობას ხო არ უნდა მოწყდეს სათხა 7 უნდა გეთქვა ხო თურქეთთან ფრეუნა გვეთამაშა და ბულგარეთთან უნდა გეთამაშა ხო მაგრამ 10 კაცი დარჩა ჩემი აზრით ხო ნუ ეხა შეიძლება რა თურქეთის ნაკრებთან თამაში და თუ ესპანეთის ნაკრები აშკარად ერთი თავით მაღლა დგას ეხა თურქეთზე ვერ ვიტყვი რომ ერთი თავით მაღლა დგას თქო და კარგად დაგეგმვის შემთხვევაში შეიძლება და ალბათ უკეთესი რეზულტატის მიღება ხო და ეს კარგად დაგეგმვა კიდე მაგას ვიმეორებ რა რომ ფეხბურთი ეგეთი თამაშია რა რომ როცა იგებ მწვრთნელი გმირი ხარ როცა აგებ პირველი კითხვები მწვრთნელთან არის და პასუხისმგებლობაც ჯერ პირველი არის მწვრთნელთან და ეხა ჩემთვისაც იცი გაცილებით და ალბათ ჩვენთვისაც ადვილი იქნება რომ ეს ჩვენ რა კითხვებიც გვაქვს ხო ჯერ დაველოდოთ რა შეფასებას მიცემენ ის სამწვრთნელო სტაფი რა პასუხებს გაცემენ და მერე დარჩება ალბათ კიდე იმ პასუხების მერე კითხვები და მე ესე მგონია რომ დრო ნოემბრამდე ბევრი არის და მე მგონია რომ ეს ჩაჩუნდება ეს თემა მანამდე ანუ კითხვები უნდა დაისვას და მე მოგვეცეს საშუალება რომ გითხოთ კი აზრი არა გააკეთა ეს რა მიზანი ქონდა როგორი აი ხო ხდები მე მაგალითად ჩემას ვიტყვი არ ეწყინებათ ბიჭებს რა ყველა მიცი ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ და ყველასთან რა ვიცი ძალიან ისეთი პირადი არა მაგრამ დაბადების დღეა თუ ოზგაიტას თუ პენალს აარტყავს თუ რაღაცა იგი ორ კაც მოატყუებს ყველას წეროს აღო ჯიგრები ხარ და უკანა პასუხი შეიძლება არც იყოს კაცო არიან ისეთები ვინც ხარ ხელს ვიგზავნის გუნ ეხა შევხედე ეხა მე ვერ დავაბრალებ რა რამეს რა მართლა იმიტომ რომ სულ ჩვენ ამ ევროპის მე ისეთ ეიფორიაში ვიყავი მეც როგორც ხვები ჭეკლასის გუნდებში თამაშობთ აი ამ ტერმინს ვიხმარ რა რამდენიმე კაცის გარდა ეგრე ტერმინია შეძგემახსოვრება ეს ტერმინი ჭეკლასის გუნდებში თან დრო არ აქვს ბევრი სათამაშო ყავს 3 ტოპ ფეხბურთელი კი აქ ამის ფონზე მოდი რა ობიექტურად შეხედე რომ შენი ამოცანები გადაწყვიტე კაცო შენ უქნე ეიფორიას რომ თურქეთი ეხა გავხსნა შემოდგენობა ვინც არ და გიულერი დღეს ტოპ 5 ჩემპიონატში არის საუკეთესო 20 შედეგიანი პასი აქვს რა ხო ეგრე და მე შენს ო არა დრო გვაქვს სანამ უფრო მეტი ფეხბურთელი ჩვენ ტოპ ჩემპიონატებში არ გვეყოლება სანამ ჩვენი ჩემპიონატი ცოტა მაინც არ ამოიწევა რომ შევსება იყოს და ზურგი კონდეს ნაკრებს ესეთი დონის გუნდი ვიქნები ჩვენ მე ესე გონია რა ვიცი რა არის
მწვრთნელის როლიც ხო მაშინ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, როცა შენი ფეხბურთელი ხარისხით იმას ჩამოუვარდება, მაშინ გინდა შენ მაგარი მწვრთნელი, რომ იმ თავისი ტაქტიკის და სტრატეგიის ხარჯზე ეს ჩამორჩენა რაც შეიძლება შეამციროს. თორე ეხა სიტყვაზე ვიძახი, რომ ყავს ისეთი ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი, იქ ნამდვილად მთავარი არის ალბათ განწყობა და რაღაცა ეს გუნდური სულის ხო შენარჩუნება, მაგრამ როდესაც შენ ყავს 3 ტოპ ფეხბურთელი და დანარჩენი ვთქვათ, ბევრად უფრო ნაკლები დონის ჩემპიონატში სათამაშო დროც არ აქვს. იქ მწვრთნელის პასუხისმგებლობა და როლი გაცილებით დიდია რა. ხო და ეხა ამ თამაშებში ხო აი დაგეგმვისას აშკარად რაღაცა შეცდომები ჩანდა, რომ გაუგებარი რაღაცეები ხდებოდა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. არა, ბევრისთვის. ვერაფრით ვერ გავიგებ, რატო შეიძლებოდა ყველაზე დაბალი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების იყვანდეს ყველაზე მაღალ ფეხბურთელს. შესაძლოა მოხდა ორივე თქვა. სტანდარტული იმათი ერთ-ერთი ძლიერი არაღია, ისეთი ჩამწოდებელი ყავს, რომ იცი რომ ნუ პენალივით უთხურები აქვს და ამ დროს შენ ეს დაცვითი, რა ქვია, სტანდარტული ისე არის დაგეგმილი, რომ ნუ კრიტიკას ვერ უძლებს. კიდე ისე თქვა, რომ შემთხვევით მოხდა. თქვა ვერ გავიგე. უცნაურია ორივე ჯერში. მე თვითონ რა კითხვა მაქვს. ორი ჩამშლელი ფეხბურთელი, ქოჩორაშვილი და რა ქვია იმას, მეკვაბიშვილი. კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათი ძირითადი უნარები არის მოწინააღმდეგის შეტევების ჩაშლა და რაღაცა ეპიზოდურად რო შეირბენს მოულოდნელად იქ მომენტის შექმნა და კიტეიშვილი პირიქით არის. უფრო მეტად შემტევია ინდივიდუალისტი. მუშინ დავინახე რომ პირიქით იყო კიტეიშვილს ჰქონდა დაცვითი ფუნქციები და იყო ცენტრალური მცველების წინ და აკეთებდა იმას, რაც უფრო ცუდად გამოდის. და ეს ორი ჩამშლელი ფეხბურთელი აკეთებდა იმას, რაც იმათაც ცუდად გამოდის. ანუ მათი ძლიერი მხარეები არ იყო კარგად გამოყენებული, გესმის? ეს არ არის რაღაცა სამწვრთნელო უმაღლესი საფეხური, ეს რაღაც ჩვეულებრივი, აი ყველა გულშემატკივარს რო შეხედავ და კითხვა გაგიჩნდება. ჩვენ გვინდა რომ პრესინგი გავაკეთოთ ზევით, ხო? თქვა თურქეთთან აშკარად ეს ჩანდა. მთელი თამაში პრესინგის ქვეშ ვერ იქნები, შენ თუ ბურთი არ შეინახე და ცოტა თუ არ ჩამოასრულე და წინ ბურთის შენარჩუნება ევალებოდა შენ ორ ჩამშლელს, ქოჩორაშვილს და კიტეიშვილს. კიტეიშვილს კი არა, მექვაბიშვილს და პირიქით რო ამოგვეყირავებინა ეს სამკუთხედი რომ ის ორი უკამდგარიყო და კიტეიშვილი წინ, ჩემი აზრით, ხო? რა ვიცი, რაღაცა უფრო ის კიტეიშვილიც ეხა ჩაერთო ისეთი პასი მიცა რომ ბავშვად ანუ იმას ის თავი ძლიერი მხარე რაც ხონდა, ცუდად იყო. როლები იყო არეული და განაწილებული. ხეშად რომ თქვა ეს ორი იგივე გოჩოლეიშვილი გესმის, ახლა მარცხენა ფეხი არ არის იმის სამუშაო იარაღის ფეხი რა. მარჯვენა მცველად ლაზაროვზე რა ვფიქრობდი მე რა უკეთესად თამაშობს მარჯვნივ რა. ახლა მარცხნივ რო აყენებ შეტევაში ცალსახად იკლებ კაცს და მარტო თვითონ გოჩოლეიშვილს კი არ იკლებ, კვარაცხელიას იკლებ, ვინც უნდა ძირითადად მოამარაგოს ამ კაცმა და ეს რაღაცა ელემენტარული კითხვები არის, ხო და ამ ეს კითხვები იმ კაცს ხალხს უნდა დაუსვათ და ხო არა, როგორც სპეციალისტი საინტერესო მე მაქვს ეს კითხვა. კი, გიო, თან რა იყო, იცი ყველაზე უცნაური რომ გავიგე ხა ესპანეთთან თქვათ, ავიღოთ, ხო? მე-3 თუ მე-5 სასტავითაც რო ყოფილიყო შემადგენლობით გასაგები იყო. ნუ ესპანეთთან როდესაც შენი ამოცანაა რომ ნაკლები გოლი გაუშვა იქ თურქეთთან მერე ბურთების თუ ამიდის და ასე შემდეგ გავიგე რომ ეს არჩევანი გააკეთე მთლიანად უკანიდე მერე უკვე თურქეთში ჩადიხარ შენთვის მთავარ მეტოქესთან და შენ პირობითად როგორც ეძახიან კონკურენტთან ჩადიხარ და იქაც არაფერი იცვლებ ამ კუთხით მე დამჭა შტაბეჭილება რომ არ იყო კარგად მომზადებული თურქეთთან მატჩისთვის რა ესპანეთთან მაგ თამაშმა ეხლა ფეხბურთიც გითამაშია ხო და იცი ნუ კი რა 17% რო გაქვს ბურთი და რო არა გაქვს ბურთი და რო შუაში რო გიცას ბევრი სიმღერა კოდები და დაეყარენ ბოლოს და ფსიქოლოგიურად როცა შენ ვერაფერს ვერ შვები ეს როგორ შეიძლება არ მოქმედებდეს შემდეგ მოსაგებ თამაშზე ფსიქოლოგიური კუთხით ხო ჯერ წაგებული ჩადიხარ ვერ მივხვდი არა დათქმულები გუნდი დათქმული იყო უბურთო დარბენა ეხა უბანში ყველა სკოლი ეგეთი ტიპი რომ ბურთო ვერ ახსოვე და ვერ ეხა მან თამაშს რაც შეეხება ეხა მე მან რა კითხვა რა უყურე რა ქვია ჩვენ რო ავიღეთ ჩვენ იმიტომ ვიძახი რომ ბევრმა მწვრთნელმა ავიღეთ ერთად ჯერ რაღაცა ლიცენზიებს რო ვიღებდით პროლიცენზიამდე გზა იყო გასავლელი და ალიცენზიის რაღაცა სემინარი იყო და იქ იყო ესეთი რა ქვია იმას სესია სადაც განიხილებოდა სათამაშო სისტემები
და რომელი სისტემის წინააღმდეგ, რომელი სისტემა არის უმჯობესი და დაუპირისპირო, ხო, აი თქვა გუნდი გეთამაშება გაურეგებული ფლანგებით, ანუ ორი როგორც ახლა თქვა ესპანეთის ნაკრები იყო, ყავდა მარჯვენა მცველი პორო საურესი, ორი კაცი ერთ ფლანგზე იდგა, მეორე ფლანგზეც კუკურეია და ლენორმანი შუაში? არა, კაცო, მარცხნივ ფლანგზე კუკურეიას წინ, მოკლედ ორი კაცი იდგა რა, ორი მარჯვნივ იყო, ეს ტორესი და პედრი მე მოკლედ ფლანგი ვინგერი ვინ იყო მარცხნივ? ჩვენთან? არა ბიჭო, ესპანეთის ნაკრების მარცხენას ამბობ. ხო, შემტევი. არა, ეგ არ მიმყავდა მე კაცო. წინ იერემს ამბობ? მოკლედ აღარ მახსოვს ვიზი ამბობ. ნახევარმცველს თუ შემტევს ამბობ. შემტევი ნახევარ ვინგერი მარცხნივ, ტორესივით მარცხნივ მყოფი ტიპი. აღარ მახსოვს ესა. ნახე, აბა უცებ რა უცებ. მე პარალელურად მიყავდა თამაში. ხო, რომ მიგახვედროთ ის მინდა თორე ასე კი გავაგრძელე. სადაც აი გარო. მოკლედ როგორც არის უყურე რა. ორი კაცი იდგა ერთ ფლანგზე, ორი კაცი იდგა მეორე ფლანგზე. და ეს ჩვენი სამი ნახევარმცველი ამ 60 მეტრის გადარბენა უწევდა რომ გადასულიყო ჯერ ერთ ფლანგის ფლანგის ნახევარმცველი გადადი გადმოდი. ამ გადადი გადმოდიში 20 წუთში გააწყდნენ ესენი. შეტევაში გადასვლის ზალა აღარ ქონდათ და შუაშიც უკვე პასი სურებოდა. ანუ პინოსი ძახი ამ პოპოვი ძახი რა. ხო, ეგ იხარი იერემი და პედრიის გაკიდე იქ. ბიჭო, არ გავოსკარამეს გერმანია. კი, არა, იერემი გითხარ, იერემი. იმიტომ რომ ამ ტორეს იყვანდა ჩვენი გოჩოლეიშვილი და მიმული ყავდა, მარჯვენა ის პოროს კაკაბაძე ედგა და რომ მოდიოდა კუკურეია შეტევაში და ის მარჯვენა მცველი პორო, ხო? ესენი ხო აქ ხაზზე ამათ იყვანდნენ და ამ სამ ნახევარმცველს უნდა მოესწრო, ჯერ კუკურეიაზე გადასვლა და თუ შეიცვლებოდა მიმართულება, ის პორო რომ მოდიოდა, უნდა გადმოესწრო ამაზე და სამი კაცისთვის ამ ხელასივრცის თვისება ძალიან რთულია და იმიტომ რომ იყო იმ პორომ ხან დიაგონალზე შემოაგდო ბურთი და გამწვავდა, ხან მაღალი პასი წამოვიდა, მოკლედ რასაც უნდოდა იმას აკეთებდნენ და ამ სამმა კაცმა იმდენი ირბინა ამ ციგანეზე რომ აღარც შეტევაში გადასვლის ძალა და ენერგია ჰქონდათ და მერე უკვე შუაშიც რო დაიღალნენ ჩვეულებრივად ძრებოდა ეს პასები გესმის. ანუ იმის თქმა მინდა რომ ამ რაღაცა ტაქტიკა ხა წავიკითხეს არ ვიცი სხვა მომეჩვენა თქო ვფიქრობ შენ შეგეკითხე არა იყო თანამედროვე ფეხბურთში ტაქტიკას არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობაო და არა როგორ ეგ პირიქით არის. იცი რა თანამედროვე ფეხბურთში და მით უმეტეს ამ ხელადონეზე არ არსებობს კომპონენტი რომ დიდი მნიშვნელობა არ ქონდეს მით უმეტეს ტაქტიკას და სტრატეგიას. ნუ ეს ჩემი მოგზალებული აზრია. არა ეგრეა, ორჯერ 2-4-ია ტაქტიკაც. ეს არ არის რა უმაღლესი მათემატიკა გესმის. მე ვილისანიოლის დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის, იმ ემოციებისთვის, მაგრამ ვერაფრით ვერ დავეთანხმები მე მოგზალებული ჩემი გამოცდილებით, ეხლა სად იმის ბექგრაუნდი, სად ჩემი, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის ჩვენ ეს ლექციები მასზე გაცილებით დიდ მომწვნელებმა წაგვიკითხა და მე თვითონაც რო უყურებ ეხლა ხო რაღაცა დონეზე ანალიზის უნარი მეც ხომ აქვს როგორც ტაქტიკა არის რა მნიშვნელოვანია და ძალიანაც მნიშვნელოვანია. ბავშვობ ეგ არის ხა ტაქტიკა როდის არის მნიშვნელოვანი? რის წინააღმდეგ რა უნდა დააყენო? ეგ უნდა იცო, თორე ის რომ კარგ განწყობას ქმნის და გუნდი შეაკავშირა და რაღაცა ეხლა ეგეც არ არის და ეგ ეყო იმ დავალების და იმ ამოცანის შესრულებას და ეხლა ახალი მოდიში ვიხდი დავასრულო რა. იცი თავიდან როცა შენგან არ ელოდებიან სიურპრიზებს, უფრო ადვილია რომ რაღაცა გააკეთო, შედეგს მიაღწიო, მაგრამ როდესაც შენ რაღაცა აწევ ამ თამაშას და უკვე შენს მიმართ ინტერესი იზრდება და ის მოწინააღმდეგე უფრო მეტად სწავლობს და გესმის უფრო რთულდება ამ ამოცანის, იგივე ამოცანის შესრულება გაცილებით უფრო რთული ხდება და უფრო მეტი გამოცდილება ჭირდება როგორც ჩანს. აი იგივე, ეხლა ხალი შეგვილია? არა, არ მინდა. არა, იყოს მაინც. ეგ უნდა მეკითხა ზუსტად შენ პრინციპში პასუხი გაეცი კიდევაც რა. ეს ხო იგივე გუნდია მეთქი რა, რომელსაც პორტუგალიასთან თამაშა გასაგებია რა თქვა პირველ რიგში. მე გუში კიტას იმას უსმენე, ეხლა მეწოდებიან ადამიანურად ძალიან ყველა რა. აპერწკალი ჩაქრა, რაღაცა. არის ეგრე. არის ხო, დაამთავრდა ის პიგზე ავედით, ამ გუნდმა მართლა სასწაული გააკეთა, რასაც ეხლა ჩვენ ვერ ეცვლაპარაკე და ვინ ელოდებოდა ზოგადად ევროპაზე პლეიოფს. არავინ.
აი ეს კურაჟი, ასე ვთქვა, დაწერილი იყო და მე უკვე როცა მოვიდა დრო, რომ პრაგმატულად წასულიყო საქმე და კარგად ყველაფერი უკვე დაალაგებულიყო, რისკები შეცერებულიყო, ობიექტურად შეფასებულიყო ჩვენი ძალები. აი ეგ გამოგვეპარა. თორე ძალიან დიდი დრო არა, მე რომ მკითხო, მე ის მოლოდინები იმიტომ არ მქონდა სამწუხარო, რომ ალბანეთის მერე 10 სექტემბრის მერე 2024 წლის მერე შენ ნორმალური ნაკრებისთვის არამც თუ მოგება არ გაგიწევია ისეთი წინააღმდეგობა რაღაცა იმ ტკბობით ვართ თითქოს რა იქ ვართ კიდე და ტკბებით იმის არ იყოს ხო საკლუბო დონეზე რომ იმდით გამარჯვებას იმდით გამარჯვებით ტკბებით და ესე არის თითქოს და აქვე მინდა რა უბრალოდ ერთი რამე ვთქვა გიორგი ბოდიში თქვენთან აი ერთი რამე უბრალოდ მინდა თქვა როდესაც მივდგებით ხოლმე რა სოციალურ ქსელშიც ბევრჯერ მინახავს და ის მიდგებიან და 90-იანების და მერე თაობის აი კინკლაძე თუნდაც არველაძეების იმის თაობას მიდგებიან და თქვენ ცოტა კლინობით ფორმაში რომ თქვენ ვერ შეძლებთ ამათმა შეძლებთ ეს შედარება არასწორია თუნდაც იმ გუნდების წინააღმდეგ სადაც უწევდა იმ თაობას თამაში რომ გადახედოთ ხო ვინც ვერ მოესწარით ხო პატარები იყავით არ იყავით დაბადებული ძალიან რთული იყო კლინსმანის შირერის და ასე შემდეგ რო არ ჩამოვთვალოთ გიორგს კარგად ახსოვს იმ პერიოდის ნაკრებებთან იმ ჯგუფში გასვლა და კილიკოვდნენ უკრაინას ვერ მოუგებდა და შევჩენკოს და რებროვის უკრაინას ვერ უგებდით და ეხლა რომელ უკრაინაზეა ლაპარაკი ხო რომელ უკრაინას ვერ უგებ ამაზეა და ნუ მოდი ობიექტურები კაცო იმათ რა პერიოდში და მე ჩვენ ძირითადი ჯგუფიდან არ გავსულვართ იმ ევროპის კი ბატონო ერთა ლიგიდან ის ერთა ლიგია ეხლა რა ჯგუფის გქონდა იგი ჯგუფებში ვიყავით სულ ხო ტოპ გუნდები ყავდა ორი ინგლისი იტალია გერმანია იქაც კიდე გავიდოდით თუ არა დიდი კითხვის ნიშანია რა ეხა ეგრე და ლოგიკური კითხვის ნიშანია ის მაშინდელი ეხა მაშინ ტოპ ჩემპიონატში რამდენი თამაშობდა ბიჭო და კიდე წეღანაც რა ისე იგივეს დაუბრუნდები როცა შენგან არელიან რაღაცას უფრო ადვილია ჩვენება და როცა უკვე ელოდებიან გაცილებით რთულდება დღეს კარგ ხო კითხვებსაც გადავიდეთ აი კარგ თემას შეეხე როცა არელიანო რა ანუ ჩვენ ჯერ არ ვართ იმ დონის ნაკრები ესეც უნდა ითქვას რომელიც თავარი მოქმედი პირის როლს მოირგებს ისე რომ უეჭველი მოსაგები თამაში მოიგოს რა. ბიჭო, პირველად დაძღვით თამაში არც ერთ თამაში. ბულგარეთის გარდა არ გითამაში. გადავიდეთ კითხვებზე. სწორი იყო გიორგი. ცოტა უფრო ისეთი კითხვები იყო თუ არა ესპანეთის საქართველოს თამაში ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე ცუდი. ანგარიზე არ ვსაუბრობ ხარისხზეო. ალბათ კი. იცი რა, ერთ-ერთი ხო მე მახსოვს ესპანეთის ნაკრებს თბილისში რო ვეთამაშეთ. ანგარიში რო წავაგეთ. ენრიკეს ხო არა, უკარაბროში აგდო? კეცბას, მაშინ კეცბა. აუჩი რო დავარტყავდით, ხალხი დაჟღერდა რა. და გამისულაშვილი ძელი. მე ვიჯექი და გაოგნებული ვიყავი რომ გვიხარო და ის რომ ვიღაცა ტიპმა მოიგერია აუჩი გადააგდო და მაგარებს მოგიყვები. ჩივადე პრემიერ ლიგის თამაშს უყურებდნენ რა და გამოექანება ვიღაც ჯონსი და გრიჯავს აუჩი და ხელი ტრიბუნებით ასე რა შეიძლება ეს კაი თუ იყო ეგ ვითხარი დინამოს თუ არ აგდებდნენ ეგენი აბლოს ქვეშ ვიჯექი მაშინ კარსუკა ტიპები კიოდნენ რა ზუსტად მესმის ეხა ვარსკვლავი მართლა მესის გარდა ბარსელონა იყო იქ სტადიონზე 91 წუთი 0-0 ვაწურინებ გიორგი კიკნაველიძე ესე იყო მამუკა კობალია რომელმაც ვარებს ასახელი გიორგი კიკნაველიძე გეკითხება ესე მოგმართლა შეიძლება იცნობა რა ვიცი დედა ხო ადვილი კითხვა მაგრამ ნაკრების ცდობა უფრო რთულია თუ კლუბის ნაკრების ო აბა ეგ რატო ვფიქრობ თუ გინდა მაგასაც კი გითხარი კი იმიტომ რომ ცხადი არის გითხარი რატო ხო ნუ ეხა კლუბთან ძალიან დიდი დრო გაქვს მოსამზადებლად და ეხა ნაკრებთან რაღაცა მოკლე დროში შენ რო ნაკრებში იყავი მე საბავშვების არა მე ვიყავი ბავშვი ხო ვითხოვდი 10 დღეს ბორს, ოკვირას ბორს, შეკრებას. ასე უცხო იყო ხილი ზოგადად და მაგაზე იყო ეს და 100 თხოს ასითხოს და შეთავიხე პაესკა ხوارითხოს გითხრა რაღაცა კაცო მოიცარის უყურე მოკლედ ამ ფიზმომზადების მწვრთნელზე ნუ გავჭედე რა და წონებული ივანე ლუცენკო იყო ჩემთვის ძალიან ძვირფასი კაცი და ეს მისი ძვირფასობა იმან კი არ განაპირობა მარტო რომ მე პიროვნულად მიყვარდა ჩემ ძალიან მწოდნე კაცი იყო და ძალიან ბევრი ფეხბურთელი მის ხელში რა ვიცი დიდი პროგრესის გზას დაადგა მოკლედ გავჭედე რომ ფიზმომზადება მერე უცბად ნაკრებში მერე დავიტეხე რომ ფსიქოლოგი გჭირდება მეთქი გესმის რომ
ხო, ნუ ეხა ის პერიოდია, რომ ტურაშვილი ხოვე და მოდიოდა და ეხა ზევიდან, ეხა ტურაშვილი ციგნებით. აქ ფიზმომზადება და ეხა მივედი და მეუბნები რომ ფსიქოლოგი გჭირდებაო და მეუბნებია რომ ბიჭო შენო ფიზმომზადების ფსანიც თუ გჭირდება და ფსიქოლოგიცო შენ რაღაცი გჭირდება შენ უნდა იყო ყველაფერი შენ არა ისე არა ლოგიკა ეხა როცა შენ მეუბნები შეკრებას 10 დღიანს და 2 დღიანს გეუბნება 2 დღეში ფსიქოლოგი და არის არა 2 დღიანი შეკრება არც არაფერი არ არის მე რომ მკითხო ზოგადად ჯობია თამაში ჩახვიდე 2 დღეს შეკრება რა ვიცი არ ვიცი კაი გავაგზავნოთ არ მინდა რომ ბიჭები ხო არ გავანაწყენოთ იმიტომ რომ ტყინთ ვერე მთელი გულით გვინდა რომ ყველა და თქვენ გამოიწერეთ და თქვენ გამოიწერეთ ამ მინა დოლიაშვილი ქალბატონი წერს თქვენი აზრით რა თანხა ჭირდება მშობელს რომ საქართველოში ბავშვი ფეხბურთზე ატაროს და აქ თუ არა შესაძლებლობა განვითარდნენ ეს ბავშვები რას აკეთებს მთავრობა და ფედერაცია ამისთვის და რატომ არაფერს არ აკეთებს ზოგადად პასუხი გაცა რას გააკეთებდი თქვენ პირადად რომ რამე ეშოდოს საქართველოში ქართულ ფეხბურთს დაიძაბა რა თანხა ჭირდება ეხა ეგ მე როგორ უნდა ვთქვა თანხა ჭირდება ანუ ოჯახს ბიუჯეტი რომ ფეხბურთზე ატარო შვილი რა არის ფეხბურთელები ბავშვების კატეგორია რომლებიც ყველაფრისგან განთავისუფლებულები არიან აი ხა მეც ხომ აქვს რაღაცა ჩემი სკოლა რომელიც კომერციულია და არ არის იაფი მაგრამ ეხა მე რა უნდა ვთქვა იქ თვითონ არიან მშობლები და ბავშვები და ვინც არის გამორჩეული ყველა განთავისუფლებულია არა საშუალება ხო რა თქმა უნდა ეხა ბევრს არა გადახდის საშუალება მაგრამ ყველას კი არ ვანთავისუფლებ ვინც ნიჭიერია და რა ქვია საშუალება არა ხომ მოვიდეს და ძირითადად სწრაფ მე ძალიან ბევრი სკოლის დირექტორსაც უკავშირდი და უთხარი რომ სწრაფს თუ ნახავთ ვინმეს ანუ ჩვენ გვჭირდება სისწრაფე გესმის ჩვენი მთავარი პრობლემა ზოგადად არის სისწრაფე ფეხბურთშიც რაგბიშიც ეხა ჩემი შვილი რაგბისტი არის ერთი ფეხბურთელი ხო და რომ მივედი აშკარად თვალში მეცა რომ საფრანგეთის ნაკრებთან იყო თამაში და სისწრაფეში აშკარად რაგბიზე და ფეხბურთს ხო ეხა ყველა ვხედავ ეს არის დიდი მინუსია და ძირითადად როგორ არის იცი სწრაფი ბავშვები ვინც არიან იმათ ძალიან უჭირთ ბურთთან ურთიერთობა და მე ყველას დაურეკე უთხარი ყველას თუ არა ყოველ შემთხვევისთვის ძალიან ბევრს რომ თუ ვინმე სწრაფი ყავთ და რა ქვია იმას გადახდა არ შეუძლია დიდი სიამოვნებით მივიღებ ესე არის ყველა სკოლა ვინც არის გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვი ყველა განთავისუფლებულია მე რას გავაკეთებდი მე რასაც ვაკეთებ ჩემ სკოლაში ხო მე იმას გავაკეთებდი ბევრ ადგილზე მე რო შემეძლოს ამის გაკეთება გესმით და ძალიან შევეცდებოდი რომ ეს იყოს უფასო ანუ მე რო ვიღაცა მაფინანსებდეს და მე ჩემო ოჯახს მე ცოცხი შვილი ხო ნუ არ გამოვა მაგრამ ამ კომერციულ პროექტშიც კიდევ ერთხელ გიმეორებთ რომ ვინც მოდის ნიჭიერი და განსაკუთრებით სწრაფ ბავშვებს ვეძებ რომ მინდა რომ რაც აკლია ქართულ ფეხბურთს ხო ამ სწრაფ ბავშვს ბურთის დამუშავების უნარები გაუმჯობესო და მოკლე დროში და მოკლე დროის მონაკვეთში სწრაფად აზროვნება და ბურთის ფლობა დავახვეწი რა ну ხო სხვათა შორის სიტყვები ძიმა რაც არ უნდა ვილაპარაკო გესმის მაინც არის საქმე რა ჩვენი იდენტობის განსაზღვრელი რას ვაკეთებ აი რასაც ვაკეთებ მეტ ადგილზე გავაკეთებ ყველაზე სწრაფი დღეს ჩვენი სპორტსმენი მე მგონი რომ ნინიაშვილია რა ხო ურას და ბიჭო აი კამერა ვერ გაყვა ტიპის აბუცაძე ხო ეს ორი გამორჩეული შევიცვალოთ ის რა სხვათა შორის ჩემი სხვათა შორის ხო არ შევიცვალო პროფილი ხო ეს შვილი გადავიცი ხო ისე წარმოიდგინე რა ნიუსია უცებ შედიხარ და გიორგი დევდარიანი რაგბის რაღაცა 15 წლის იყო გესმის და ну აშკარად ეთყობოდა რომ ფეხბურთისთვის არ არის დაბადებული ხა რაღაც დონეზე იმდენად ჯანმრთელი და ჯანიანი და სპორტსმენი არის რომ რაღაც დონეზე შეიძლება ეთამაშა და რაღაცა უთხარი რომ მამი მგონი სხვა რამე წავიდა და რო წავიდა იპოვა ბავშვმა თავის წლით ინგლისში წაიყვანის ისე რომ მე ნამყოფი არ ვარ ეხა 18 წლის ასაკში შავლომში დაყავთ ავარჯიშებენ ევროპის ჩემპიონი გახდა ანუ იცით რა არის რომ
უნდა ტალანტი როლს დავამთხვიოთ, გაიგე? ხა ჩვენ როცა ბავშვებზე ვლაპარაკობთ, ხო, ყველას ფეხბურთელობა უნდა და ეხა ეგრე არ არის, ყველა ფეხბურთელი ვერ იქნება. ვიცით ერთი რამე, რომ ყველა ადამიანს მერთმა მიცა ნიჭი, ჩვენ უნდა ვიპოვოთ რის ნიჭი ისა. ეხა მე ჩემ შვილს მაგალითად ვინც დედამიწაზე ყველაზე მეტად მიყვარს, იმას ვთხოვე, რომ ეს არ არის, მოდი სხვა რამე ვნახოთ და იპოვა იმან თავის თავი და სხვა ბავშვსაც ხო მე რო შემეკითხოს ეხა მშობელი ხო იგივე სურჩევდი რომ კი უყვარს მაგრამ ეხა მეც მიყვარს ხაჭაპური მაგრამ ცხობა არ ვიცი რა რაც ხაჭაპური კი გახსას ჩამენოდა სასწაულახსენები ისა სახალისობას ვიყოლი ცოტა რომ გავიტვირთოთ აი ჩემი შვილი ხო გაიცალი აგე ეს დავიყვანე საბურთალოზე მივიყვანე ფეხბურთზე და ლევან ერთ-ერთი ყველაზე კეთილი მცველი მთელი ცხოვრება რაც მინახია და ერთ 60 ვარდიზე მივიდა რა ხო ოქროკა 60 ვარდიზე მივიდა მე გაუარე სახში ბუცები უყიდა რაღაც პატარა რა ატლით რა თანი ვარდიზე ერთ ვარდიზე ვიყავ და ხო ის როგორც ეგ მე ბურთს ვიცებდა და кайფობდნენ ესენი და ესე ზის რა მოგუშვი რა იყო მეთქი არ მინდა ვიქო რატომ ჯოხი ცემაო ლევანმაო წინა ვარდიზე არა ეს ვირე ხა არ უნდა რომ მე ხა მივხვდი ეგრევე რას ის რაც ემა ბიჭო არა ლევან გადმოვედი დიდი დრინი ავიღე ჩავიდე მანქანაში და ეხა მეთქი მე და შემივა და ლევანას უნდა გაუხეთქო თავი მეთქი და არ მინდა რა ფეხბურთში რა თავი ნამალებიო რა ეს და გამოვიყარე და არაფერს მოგზი აღარ დადის საერთოდ კარგად გამოვიდა გიო შენ არ იტყვი ეხლა იმდენი გასაგები ბოდიში მაიცა ეხლა თქვენ ორნი ხართ და პასუხი გავეცით იმ კაცემულა ერთი ვკითხეთ რომ თანხაზე ხა რა ვიცი სკოლებში რა თანხებიც არის და თანხაზე გეუბნებით ნიჭიერი ვაფშე ყველაფრისგან განთავისუფლებული რა გააკეთეთ პირადად ეს რომ ესეთ გავეთეთ წარმოიდგინე სიტუაცია ნოდა ბოდიში რა შეიძლება შემის ვიცელია ის რა ქვია მივხვდი ჯერ აი რა მართლა გეკითხები კაი მიდი წაიქვია ამ ფორმაციის ნაკრებისთვისო კობა ობოლაშვილი გწევს ობოლ რა ვახარ ნაკრებისთვის ვინ იქნებოდა მისი აზრით ოპტიმალური ქართველი მცველი არ ვიცი ხა რამდენად სვანაძე ეს ჩვენი 21-ების ხო 21 წლამდე ნაკრების მცველი სვანაძე რა კაი გოლი გაიტანენ ტაბატაძე ნახე კი უთეთო მარტასა თამაშეს გამიხარდა ჩემი აზრით იმიტომ რომ სანაკრებო გამოცდილება დაუგროვდა და ძალიან რთული ამოცანები გადაჭრა კი ეხლა ორჯერ ზედიზედ აიღე და ჯგუფში მოხვდი არ არის რა მარტივი საქმე და ჩემი აზრით იმსახურებს ის ბიჭი რომ მეტი გამოწვევების წინაშე ხო იცი მაგარი ის არის ერთი კი არა და ცირეცაზე და სარწმუნო იქმენ მრავალცაზე და დაგადგინო შენო და ამ ბიჭმა ამ ცირედებში ძალიან სარწმუნო იყო იმის მოქმედებები და წესით ითხოვს განვითარება. გადაერთი აი ისრაელზე დამწნაგული ოლიმპიადაზე რო გავდიოდი. მაგრამ ნუ პირველი იყო ეგეც. არა გიო, პირველი იყო ეგეც რომ ამხელად დაწერთვა ამხელად წნეხა. მომნარევია და ვიკითხავ. გიორგი კუბაშვილი ქართული საკლუბო ფეხბურთი რომ დავმარხოთო ბატონო გიორგიო ქელეხში თამადად ვიზდარეშავდი მე ამბარცუმას რატო სოდუა რატო იმეტებ ამბარცუმას სოდუა ამბარცუმა პირიქით მაგარი კითხვა გამოვიშო ქელეხში აუ ჟური კარათესლი თამადა იქნებოდა წარმოიდგინე აუ რეებს იტყოდა ჟური გაგიმეტა რა თქვი ვინმე კაი თამადა მოდი მივაწვევი შენ ჟური თამადა ხათმა გიორგი კულაშვილი მადლობა კითხვისთვის ხო და წეგან უნდა მეთქვა რა ნახე ხა შენ ესე არის კი კაცო არა გული გვაქვს ამეთქვაზე აი შენი ფეოლა და შენი გამოზრდილი ბიჭები შენი ვინც არიან ხო აი ერთ-ერთი ჩემი ახლობელია რომელიც ეხლა იყო მადრიდის ატლეტიკოში და იქიდან ჩამოდიან წაიყვანეს ჩამოდიან ეხლა უნდა დააკვირდნენ კიდე აქ რა და ძალიან კმაყოფილები არიან ეს მინდოდა რომ აუცილებლად მეთქვა რატომ მითხარი ეს პირველად რა არის დიდი პატივის დავით ხარჩილავა დიდი პატივისცემა უძლიერესი არა ეს არ ვიცოდი გაზეთ სამონარიდი დიდი პატივისცემა ჩემგან უძლიერესი თბილისი ყავდაო ეს თბილისი ყველაზე გახსოვს და აუ აბა რომანტიკა იყო აი ვიდეოები არ არის თო შემორჩენილი სად არის რა იმ პერიოდის თუ არა მე არაფერი არ მაქვს წარსულით არ ვცხოვრობ რა წარსულით რო ხო ახამდე ვიცხოვრე წარსულით არ ვიცხოვრე 91 ხო ნუ მე რო ვიცხოვრე და იმიტომ არ ესე ლამაზი და ხო ლამაზი და ზიგრიანი ფეხბურთითო კითხვაც იმდროინდელიაო ნახე ამოთვალე არ თუ ატონეს საჯი შილაკაძეა ბატონო დოკუმენტო
აუ, ჩემს მას. ატონე ჩირაკაძე თბილისის ნერვები მოეშალა კოლხეთ ცუდი ტრადიციაო. აუ, აი სადი. აი შილაკა. აუ, რა სტატია გააძრო. ჯიგარი ღი. ზუსტად მომიტყვი არ მახსოვს რა ამბავი. ბიჭო, ის იყო რა, წონაში იყო და ბურჯ ვერ ასწრებდა რა. ხო და მე უთხრა ვერ დამბოდა აშკარად და ამ რაღაცებს დებდა გაიგე და აცონდო, ნუ ეხლა ვერა სალახოვსკი რა პროტესტის ფორმა ჩემი შეგუდის გარდაბოდა პახო ბურთი სწრაფად ხომოძე და ეს ერთი 80 მეტრში იქით აქედან უყურებდა გაიგე მოვლენებს და რა ბიჭო რაღაცა აი ეს რა кай მინდვის საფარის დავით ხაჩინავა ჯიგარი ხარ ნარდა ბალახი იყო ძალიან კარგი მახსოვს ძალიან აი ხა საქმეზე გამოდივართ ისე თაზო ბაქრაძე რა შეიძლება აი მართლა არის პრობლემა აბა ამაზე თვალს ვერავინ ვერ დახუჭავს ჩვენ დაცვის ხაზია ლაპარაკი რა შეიძლება ეშუძოს დაცვის ხაზს და ნახევარ დაცვას რომ მიქაუტაძენ და კვარა ცოტა ამოისუნთქონო ანუ ტაქტიკა გასაგებია რომ თავარია და რაც არ უნდა სწორი ტაქტიკით ითამაშო კონდიციაში ფეხბურთელები უნდა ყავდეს რომ შეგისულო ხო ესე რა იცი როგორ არის დღეს თანამედროვე ფეხბურთში თავდაცვა იწყება მიქაუტაძისგან პირველი ხაზის მცველი არის ცენტრალური ფორვარდი ეს დაცვაზე ჩვენ როცა ვლაპარაკობ და დაცვის ფორმირებაზე დაცვის 4-ულზე არ არის აქ ლაპარაკი დაცვა არის ხო მაგრამ ხო უნდა ყავდეს ეგ 4 კვალიფიციური მცველი გავიგე მაგრამ კიდე გიმეორებ რაც არ უნდა კვალიფიციური 4-ული ყავდეს იმ დანარჩენმა 6-მა კაცმაც თუ არ მიიღო ამ დაცვით მოქმედებებში მონაწილეობა მარტო ეს 4-ული ხუჭას მაგალითი რასაც თამაშობს ბოლოს რითაც აქტუალებულია ყველა რომ სულ ვირივით მუშაობს დაცვაში. გუშინა წააწ. კაცო ძიმა ნახე როგორ მოდი ცოტა ის იმას ვიზა გავა ოფიციალურად სერიოზული გვინდა. სერიოზული ხო გაინტერესებს. მოკლედ ესეთი ამბავი იყო. პროფესიონალი ხარ. ნიო ხა ცოტა ტრიპაჩობთან რა მაგრამ ტრიპაჩობაზე მეტად მინდა რომ ეს პროცესი თუ მოვლენა რაღაცა სხვა კუთხიდან შეგახედოთ. ხო და ამ ნიონში ვიყავით ქართველი მწვრთნელები და ბოლოს რაღაცა გამოსათხოვარი შეხვედრა იყო და დაისვა კითხვა საითმიდის ფეხბურთის განვითარება. და საქართველოსდან რაღაცა მე მომიწია ამ კითხვაზე პასუხისგაცემა. მოკლედ იქ ვიღაცეები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გამოვიდნენ და ნუ თქვეს რომ რა ქვია გაჩერდა ამ ტოტალურ ფეხბურთზე ჯერ წინ არ გასულა და ამ ტოტალური ფეხბურთის მერე უბრალოდ ეს ფიზიკური კონდიციები და ორთაბრძოლების რაოდენობა გაიზარდა და თითქოს რაღაცა ევოლუციურად აგზენებს განვითარებას, მაგრამ ესეთი კაფიო რაღაცა გადასვლა არ არისო და მე ესეთი აზრი მქონდა და დღესაც მაქვს იქაც თქვი და ეხაც და ამას ამყარებს PSG-ს თამაში. მე ვთქვი რომ ფეხბურთი წავა, სავარაუდოდ ეს იყო 1-10 წლის წინ. მართვადი ქაოსისკენ. ანუ ნახე მე ვარ მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელი და ვცდილობ PSG-ს შესწავლას თამაში მაქვს და ვხედავ რომ ჰაკიმი ცენტრფორვარდის პოზიციაზე დგას ხშირად გოლს იტანს ესმის ეს მარცხენა მცველი მენდეში გიჟივით დაადებს თავს ან ბარკოლა ხვიჩა სულს როტაციები ცენტრალური მცველი გარბისი გოლის გასატანად და ანუ შენ უყურებ და შენ გეჩვენება რომ ქაოსია გესმის მაგრამ ეს ქაოსი არის მართული და მწვრთნელი მართავს ამ ყველაფერს ენრიკე ამ შემთხვევაში ხო და აი აქ არის პასუხი ამ შენ დაცვის ფორმირებაზე გესმის აქ 4 კაცი ვერაფერს ვერ გახდება თუ ჩვენ არ გადავდგით ნაბიჯი ამ ქაოსამდე მანამ მიხვალ ჯერ ნაბიჯი არის გადასადგმელი უნივერსალიზმისკენ რომ ჩვენ ფეხბურთელები გავზარდოთ უნივერსალური ცოდნით გაჯერებული გესმის რომ თითო ფეხბურთელი არ იყოს ეხლა ბავშვობაში ვიღაცა შედეგი რო გააკეთოს დღესაც აი ხა წადით ბავშვთა გუნდებში და ადრე დაკაცებული ჯანიანი ტიპი ვინც არის დააყენებენ ცენტრალურ მცველად ესე დარაჯივით ერთლულიან თოფს ჩააბარებენ და არ კითხულობს გენეტიკა მაღალია დაბალია იმიტომ რომ დღეს შედეგი უნდა გააკეთოს ათამაშებენ ცენტრალურ მცველის პოზიციაზე გახდება 18 წლის სხვაგან თამაში არ იცის და დღეს კიდე ეს თანამედროვე ტენდენცია ეგეთია რომ ამას ყველა პოზიციაზე თუ არა რამდენიმე პოზიციაზე თანაბარი წარმატებით თუ არა აქვს თამაშის გამოცდილება დიდ დონეზე დაუჭირდება შედეგი. აი რესურსებზე ლაპარაკობთ ფეხბურთელები საუბრობთ აი ლათაშიაური საინტერესო კითხვა არის. აბა დაალაგოს ნაკრების 11-ეული. შეუძლია სხვა თქვას ოღონდ არა ნაკრების წევრი დღესო. ანუ
ყავს ეგეთი რესურსი, ჩვენ რომ ორი ნაკრები აასო ერთი. არა, შენი აზრით თქვა ვინ იმსახურებს ნაკრებში ყოფნას და ვინ რა, ჩემი აზრით გადავაკეთო. ეხა მე დღეს ჩვენ რა დღეშიც ვართ, ვაკო ყაზაიშვილს გამოვიძახებდით, მაგრამ აი ისეთ გოლებს იტანს და იმდენს რომ რაღაცა რა აბაკაზეს აგდებს იქ კადიში კაი გოლებს მაგრამ ეხლა ძალიან მოკლე დროში მოხდა ყაზაიშვილი ფეხბურთელია არა ვაკოსთან აკრებში ბევრი თამაშია აი და თან ისეთი გემოვნებიანი და ისე მოკლე მარტო შეუულია თამაშის მედის გადაწყვეტა იცი რა ეხა მე ესე აშკარად როგორ არ შეიძლება მომესინჯა კიდევაც მაგრამ პირველი ხა ვინც გამახსენდა ყაზაიშვილი კი კარგი კითხვებია ხალხურს და ყველას მადლობა მინდა რომ უთხრა რომ მართლა საქმიანი და კაი კითხვებიც არის ნუ იმის გარდა ქელეხის გარდა რა ჟორი გარდა ის ქელეხი ყველაზე კაი კითხვა ჟორიკა გაიცი მოგკითხავს კიფოს გიგა წეროძე წერს ზოგადად ჩვენ ეროვნულ ჩემპიონატში და ნაკრებშიც კაფიოდ ჩანს რომ გამძლეობა და ფიზიკური კონდიციები არის ძალიან დაბალი. რა არის ამის მიზეზი და რა არ კეთდება სწორად? მე ვიტყოდი რომ პირველ რიგში რაც ჩვენ ჩემპიონატში და ზოგადად ეროვნულ ნაკრებშიც დეფიციტი არის სისწრაფე და ეგ არის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა სწრაფი ფეხბურთელი. ჩვენ არ უნდა ვაკეთებდეთ აქცენტს დღევანდელ შედეგზე და ამ სწრაფ ფეხბურთელებს იმის მიუხედავად ჩვენ თამაშებს საბავშვო დონეზე წავაგებთ თუ მოვიგებთ უნდა ეძლეოდეთ თამაშის საშუალება რომ იმათმა დახვეწონ ეს უნარები იმიტომ რომ სწრაფების არის ფეხბურთის მომავალი და ზოგადად ფიზიკური კონდიციების სასამაღლებლათაც სპეციალისტები გვჭირდება ბევრად უფრო მეტი კლუბებში არ უნდა იმო კლუბებს უნდა ბიჭო ყავს ეს უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდს კვალიფიციური და ჩვენზე კი ზოგადად რეგიონალიზაციას ვაპარაკობ ნაკრებზეც არის ეგ კითხვა ნაკრებში ახლა ფიზიკურ კონდიციაზე ვერ იმუშავებ. იქიდან ჩამოდის კლუბიდან ხო რა მომზადებული ჩამოვიდეს, მაგას ვიძახი ზუსტად ნაკრებში ფიზიკურად როგორ უნდა მომამატო შეიძლება. ნაკრებში ფიზიკურად ვერ მოამატებინებ ფეხბურთელს რა. კლუბებში უნდა იყოს პირველ ბავშვებში არის ეგ საფუძველი ჩასაყრელი და ბავშვთა აკადემიებში არის. ახლა მანდაც როგორ არის იცი მოკლედ პრიორიტეტები აქვს ყველა ასაკს, კაი, თავისი განვითარების რა. სიტყვაზე 9-დან 12 წლამდე აბსოლუტურად სხვა რამეზეა სამუშაო 12-დან 15-მდე აბსოლუტურად კიდე სხვა უნარები შემოდის აი 15 წლიდან 18 წლამდე არის ფიზიკური კონდიციებისთვის განკუთვნილი ეს 3 წელი ამ 15 წლამდე ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ რეაქციები გესმის კოორდინაცია ტექნიკა ისე დონეზე ვავარჯიშოთ რომ 15 წლის ასაკში ბავშვი უკვე რაღაც დონეზე მივიყვანოთ და მე ამ რაც მე ჩამოვთვალე ამ ეს კომპონენტები ვარჯიშის დროს უნდა იყოს როგორც გამეორება რომ ის არ დაივიწყო და კიდევ უფრო გააუმჯობესო მაგრამ პრიორიტეტად უკვე მოდის ფიზიკური მომზადება ანუ 15-დან 18 წლამდე უნდა ძალიან დიდი კვალიფიკაციის მწვრთნელები მუშაობდნენ ფიზმომზადების კუთხით ბევრი დეტალია ხო რავი ჩემი აზრით არა ხო და ბევრი დეტალია თქვენ კვება როგორი კვება ბავშვი რა კუთხეა განვითარებული ამ კარგი სპეციალისტთან ამ ფიზმომზადების ყველაფერი იქნება შეგიძლიათ ხო ალექსანდრე ალეკო ბასილიძე მე მაგალითად ძალიან ვაფასებ ამ ადამიანს და ყველაზე მეტად მისი გორის დილა მოუწოდაო. ება ვის არ მოწოდა. 3-1 ტაქტიკაო. ტუდორზეც იქნება მანდვე. არის მე რეკი. ხო. ძალიან მაგრად მოერგო და თან მანდ დაფიქრდი პირველად ნაკრებსაც 3 მცველი თამაში ხო არ ეცა და რას ლაპარაკობე. და წლების შემდეგ ზუსტად 3 მცველიანმა ტაქტიკამ დაგვადებინა სანაკრებო დონეზეც ისტორიული შედეგი. კითხვა არ მაქვს, მადლობა მინდა უთხრა ამ ადამიანს. პირადად მე მან დამაფიქრა ქართულ ფეხბურთში 3 მცველიანი ტაქტიკის ეფექტზე და სწორედ იყენებდა გორის დილაში ყველაზე ეფექტურად 3 მცველის ტაქტიკას და ბარემ აჰა იგორ ტუდორი ტუდორის ოთხრობას კითხულობ. აი რა წერია იმას კითხულობ შეჩემა გიჟია. პაუზა არა. მე ვიგონე იყო და არა იყო და ბოლოს ჭირი იქალხი. იგორ ტუდორის ჰაიდუქს სპლიტს რომ მოუგო დევდარიანის გორის დილა გუშინდელივით მახსოვს დღეს ტუდორი იუვენტუსის თველია და დევდარიანი უშეულა. ისე სადაც არ არის მაგალითად მინდა ბატონ ალეკოს გადავწე აი ამ დობისთვის და შეფასებისთვის ეს მეორე საკამპანადის კითხვა არის და რა თქმა უნდა იგივე შეფასება ბოლომდე არ მაკითხებს ეს ჩატლახი რა არა არ უნდა რომ შენ გაქონ რა სამსტუდო მასტერკლასი ჩაუტარა დევდარიანმა ტუდორსო ეგრე იყო კითხეთ როგორი გზნობა იყო ტუდორის სპლიტის ესე გასაზიზღრებაო ეს ცოტა მანიაკადური წელი და მონატრებული ვარ და მოვიდა ძალიან კარგი ფეხბურთელები იყვნენ და შევეცადეთ და გამოგვივიდა რომ
თითოეული მათგანის რესურსი სწორად გამოვიყენებ და გავიგებთ. ბიუჯეტი არის და ისეთი გუნდი იყო. არა კაცო, ეს მოხდა რაღაცა 2 კვირის მომზადების ფონზე და ჩვენ რო ჩავედით იქ ის იყო, რა ქვია, მახსოვს. 2 კვირა? არ მოკლედ გითხრა, არ იმიტომ ბოლომდე ვეღარ გავედით, მე საკმარისი რო არ იყო. 800,000 ლარი იყო გუნდის ბიუჯეტი მაშინ. და რო იკითხეს რო რაღაცა ის იყო რა, შეხვედრა თუ რაღაცა კლუბის მე ხო და მე სირცხვილით ვერ ვთქვი რომ 800,000 პრადონა ჩარჩა 3 მილიონი დოლარი თქო ისიც მოუკვდა სიცილი და წარმოიდგინე 800,000 მაგრამ უტყდათ რა რომ მოუგეთ ეხა გაუხდებოდა ეხა ესე მათე უნდა დაგემატებინა ლიგის ფინალებზე რო დავდიოდი ეს 15 ეხა ირლანდია ინგლისელი ჟურნალისტები და კამპოჩი ვიყავი მეც რა ხო ხდები და ამ დროს ეხა 37 евро მქონდა ისა დღეში ფული წაგებული და ხელფასი რამდენია და რამე და მე ის რა შევდი სამჯერ მეც ვამბობდი ხო რა ისაც ვეკითხებოდა დღეში ხო მე ვთქვა დღეში კი არა წამნახევარში შეჯება მე ვთქარი რა დღეში და როთე რა აი პრობლემა თან ძირითადად სადაც მიდიოდი არ ყავდა თავიდან შენ აი რამდენიმე გუნდა რომ გავისად რომ მიდიოდი ხო არ ყავდა ისეთი არ ქონდა ისეთი რესურსი რომ თქვა რაღაცა შედეგს და მე იწყებდი შენებას და მე მოდიოდა შედეგიც და ეგ იყო ყველაზე თავარი რა ძალიან რთული გზა გავგილი ჩემ იმას რა ქვია ამუშევარს რაღაცა მოკლე დროში რაღაცას ვაკეთებდი, მაგრამ აი ამ გრძელ დისტანციაზე მიჭირდა. ეხლა ძალიან მაინტერესებს რა შემიძლია პროსტა ხო რა არ მაქვს საშუალება. გავაკეთოთ ერთი გუნდი შენთვის. ხო. ზოგი ტიპოს წერს, ზოგი დევდარას, ზოგი პატოგიორგის, ზოგი აბის გიორგის მივაწვეთ. არა, ესენ ხალხი წერს. არა, იმათაც ვთხოვ რა. სიფარული გეგეობნები. ესმის შემოგევლება. ეხლა სად არის რომ ბატონიც კიფო არ უწერია. ბატონიც კიფო მაგარი გრიდავს. ბატონიც კიფო. მამადიცის ხონდა გადაცემაში ჭია ეძახს ავიწყდება. ბატონო ჭია და ბატონო კიფო. ბატონო ჭია არ მithქვას არა. არა, შენზე კი არ ვიძახი. არა, ბატონო ჭია ესეთ თემა. ზოგადად რა ხა მე ხო ყველანაირი შენ გაჩვენდი ვაფშე ფუძოლის ტრენდეს როგორი ეძახ. ხო შემეშალა, შემჭემა ვასკა მაისურაძე. აუ. ავთანდი მაისურაძე. ავთანდებთან წინაზე. აგრევა გააკეთა. წინაზე. თუ კადა ვასკა რო ერთად გავერთო მაგარია. წინაზე სიუჟეტი გავიდა და ჩამრჩა და მოკლედ გიორგი კიფო ანუ 19 წლამდელთა გუნდი რო ყავდა ძალიან მაგარი ბიჭები ზარანდია ბაჯბაჯა ზარანდა რატო ვერ ითამაშეს დიდი ფეხბურთიო ძალიან რთული კითხვა აი ზუსტად მაგას აქთან კიოდი და წიოდი რომ ფსიქოლოგის დახმარება მჭირდება თქო იმიტომ რომ ზოგადად მარტო მაგას აქში კი არა წინა თაობაშიც რომ ისე კარგად ვერ ითამაშეს როგორც მე წარმომედგინა მან შემიძლია რამდენიმე დიდი ტალანტის ჩამოთვლა დავამატოთ კი ხო იგი აი ჭანტურია იყო მან გესმის ისეთი რომ დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა და რაღაცა ჩემი უცოდინრობით მეც დავაკელი გესმის და რო შევხედე რომ აქ ზარანდიასაც რაღაცა მეტი ჭირდებოდა და მე არ მქონდა ამის ცოდნა, იმიტომ ვცდილობდი რომ იმ ფსიქოლოგის დახმარება გამოგვეყენებინა. გულდაწყვეტილი კი არა, ზარანდიაზე ვკვდები რა. დღესაც გეუბნები აი ყვარასდონის ტალანტი იყო. ძალიან დიდი ტალანტი, იგივე ჭანტურია, აი ისე მწყდება გული, ისე და ცოტა უკარო წავიდე გოჩა ხოჯავაზე, აი ვკვდები. ბატონო რა. იყო მაგარი. რამდენს მუშაობდი ლოკომოტივში რო იყავი მაშინ ზარანდა რო დააბრუნა იაშვილიც მაგრამ ნუ ხოჯავა იყო აი თაობაში ეხა როგორც ზარანდია თავის თაობაში იყო ისე ძალიან გამოვარდა ეხა სუიკე ციგნებში რო წავიდეთ რამდენია დაღუპული მაშინ 90-იანები იყო და ბევრი ცუდი რაღაცები ხდებოდა და გასაგებია კაი ზარანდა მართლა ეხლა სად არისო და აი აქ არის და პეულა ეს ცოტა მე მოვიტოვე ბოლოსკენ ეხა მინდა კიდე ეს კითხვები ჩავამთავრო რაც თემატურია რატომ არ ჩანს ეს კაცი კარგი სელექციონერია ჩემი კითხვაც ეს არის წარმოუდგენელია ქართული ფეხბურთის გარეშე ტიპო ნუ ეგრეა რატომ არ ჩანს კაი ამაზე ხო ვისაუბრებ მაგაზე მე პასუხს და პეულას გაგცეთ მაგაზე პასუხს იმიტომ რაღაცა ტექნოლოგიებს ნერ გავს და რაღაცებს ხალხს ახრეტინებს, ახერხინებს ფიზიკოსებთან და ამის და ვერ არის მოკლედ კარგად რა. აბა, ზბორები რომ უნდა 2 კვირა, კაც გიჟია. ზბორები. გიჟია არის მო. 2 კვირას კი არა, რომ აკვირას ვაწვებოდი. ეს კლუბია ძმა უკვე, ნაკრები აღარ არის. აბა სხვანაირად არის. აზაიშვილზეა კითხვა, ჯულიანო სალვადორი ვინმე, ზაროა ჯულიან.
ეს უკვე ვაგაზე ვისაუბრეთ რა. როდესაც ჩაიბაროს ქართული კლუბი, ან თუ აქვს რამე შემოთავაზება. იცი რა არის? არც არანაირი შემოთავაზება არ მაქვს. და რომც მქონდეს, გესმის, თუ იქ რაღაცა ხელსაყრელი პირობები არ იქნება, აზრსაც ვერ ხედავ და ამბიციები დროის კარგვის, გესმის, რაცაც მე ვაკეთებ, ხო, ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთისთვის და საერთო საქმისთვის ის უფრო ნაყოფიერია, ვიდრე ამ გარემოში უმაღლეს ლიგაში მუშაობა. წელიწადში ორჯერო გუნდი დასაკომპლექტებელი გაქვს, კაიგე, ყველა შესვენის იმაზე პაუზის დროს, ზამთრის შესვენებაზე თუ ვინმე ფეხბურთის თამაში დაიწყო გარბის, წავიდა ახლა მეორე შესვენება არის, თქვა ზამთრის, იქაც თუ ვინმე მოუმატა წავა და ნუ ერთ ადგილს ტკეპნი და მაგ ერთი ადგილის ტკეპნას ეს ბავშვი მაინც გაიზარდოს, იქნებ და ვიღაცას სწრაფს ბურთის თამაში ვასწავლო და რაღაცაში შევეშველო, ეგ მირჩევია. არა, მაგაზე ეხლა ვილაპარაკე. რომ გითხრა რომ ვიღაცები კალთებს მახევენ თქო, არც მასიას არ. იქ დროც მოვა, მაგრამ შერასიტყვი ეგ მეორე თემა. და ოტო ესტებანი ბოლო კითხვა არის ეს და ყველას დიდი მადლობა, ვინც კითხვები გამოგზავნა. ნუ რომელიც მეორდებოდა არ დავასახელე, ეხლა იგივე ვასილ დანელიაც იგივეს კითხულობს ქართულ კლუბებთან დაკავშირებით, გვარებს ვამბობ. ნუ ყაზაიშვილზე უკვე თქვით და ეხლა ბოლო კითხვა არის, ერთი მეტი აღარ არის. ოტო ესტებანი მისი პირადი აზრით, როგორც საქმის მაღალი დონის პროფესიონალმა და მცოდნემ, ამოწურა თუ არა საკუთარი შეხედულებები ვილის სანიორი. ჩემი აზრით ამოწურა. რაოდენ სამწუხაროც არ იყოს, ეხლა მიკიბას და მოკიბას, ხო, არ აზრით ამოწურა. არა, მიკიბა მოკიბა და ეხლა თვითონაც არ ამგონია რომ მაგას ვერ ხვდებოდეს, ეხლა ეს ციკლი სასამთავრებელია, ორი თამაში დაგჭა, რომელიც ზოგადად მართლა არაფერს აწყვეს და აი ბულგარეთთან ეხლა რა გულით უნდა გახვიდე, რა შემადგენლობით როგორი თამაშო, მაგრამ პროფესიონალი ხარ, უნდა გახვიდე, აკეთო შენი საქმე. გაწეული, ხა მე რა ვიცი, ხო როგორ გაგრძელდება, მაგრამ მადლობა რა. არა, რაც გააკეთა, ვინ უკარგავს კაცო, რა თქმა უნდა. მაგრამ უბრალოდ მგონია რომ რაღაც ახალი სისხლი ჭირდება. ხო, ეს საერთოდ არაკნინებს იმას, რა ქვია, ვილი სანიოლის ნურავის ნუეწყინება რა, ეხლა ისე ვამბობთ. ხო, ეს საერთოდ მწვრთნელი რაღაც დონეზე ამოწურავს, კლოპი წასულა და ის ვინ არ წასულა, კაცო. მე დაბრუნდება რომ იმყავდა. ხო, რუსთაველზე. უთხარი წადიო? მოვიდა და ისეთი რაღაცები მითხრა ტიპმა. ადამიანურად ძალიან კაი ტიპი არის, მართლა. ყურთან მოვიდა, ეს თუ არავინ არ ავალდებულებდა და მე მითხრა რაღაცა. აი შენი ხარდაჭერა წმენაო, ჯეროდაო რაღაცაო და რაღაც გადავიხია, რაღაცა ძალიან ისეთი ადამიანი, მაგრამ უყურე მეორე თემა არის. მისთვისაც უკეთესი იქნება რაღაცა ადამიანზე ხო არ ვლაპარაკობთ, აქ ვლაპარაკობთ სპეციალისტზე და რაღაცა საკითხები თუნდა რომ არა ხო რა გამარჯვებული ამაზე უკეთეს თან სურველიც გაცილებით მეტი ეყოლებოდა გამარჯვებული რო წასულიყო ხლა რა თუნდა ლაპარაკი მაგას ხო იყო კიდე ჩემო თავაზება და გიორგის რო კითხეს რაღაცა მე მინდა შეკითხო ხო ჩამოთვალე საუკეთესო 11 ქართველი ფეხბურთელი დავიწყოთ მაგრამ ბიჭა გიორგის დრო არ დავაკარგვინოთ მე და შე რო დავჭი მე და შე გავაკეთოთ და გიოს დრო არ დავაკარგვინოთ რა ბატონო გეგელი ცეთეთი ხო როგორც მიძლა კაი თუ გიდე რა ვქნავეს ფეოლოზე გითხარი ხა რაღაცებს რო ბოლტებს რო უჩვენე რაღაცებს რო ნეიბი რაღაცებს რო აკეთე ეს ეხა ვაკ იმას ჩვენ შენ ხეთ რამდენი უსმანი გაქვს ჩაჭედებული ლურსნები შედება ახლა მაინც ურებს ჩემი იმაჟებოდი ეკაიდი რა ლურსნებს ვერ ვაჭედებ ხო არა ნუ კარგი პროექტი არა ფუნჯი წამისვია კაი ამიტომ რა სწორებს მოკლედ მაგარი რამე კეთდება ჩემი აზრით რა და იცი რა მოგზანდი ჩემი აზრი კი არა ეხა მაქსიმუმზე ვართ რა გასული პტევა არ არის სულ ხალხ რაღაცა და იქ მარტო ბიჭო ვერ ვწევ ფინანსურად რა გამოჩება ხო ფული უნდა ეხა მაგას ტერიტორია უნდა გადახურული რაღაცა დარბაზი უნდა არ არის ესე მარტივი თორე დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი 200 ბავშვი დადის რა მეტის დატევის საშუალება ხო ეგ მახსოვს ადრეც მაგრამ რა თქმა უნდა მე ერთი მშობელი ნახე ვიცი რომ სადაც პერიფერიდან ქალაქგარეთიდან დაყავს ბავშვი ამ საშუალებაზე ვარჯიშზე მე მადლობა მინდა უთხრა ნდობისთვის ქუთაისიდან დადიოდა ორი ძმა მამას დაყავდა მე რა გეფიცები პარასკევს საღამოს სკოლის მერე გამორბოდნენ პარასკევი შაბათი კვირა ვარჯიშობდნენ და კვირას საღამოს მიდიოდნენ და ქუთაისში აი
ფანატიზმი და სიყვარული, კაი ფანატიზმი. ეხლა ჩემთვის ხო ეგ ვიცი რა ამხელა ჯილდოა, რომ აი ვერ წარმოიდგენ, რომ ამხელა ნდობას რომ გვიცხავ მე ხა მიცხადებენ არა, იმიტომ რომ ჩემთან ერთად იყო რომ ამწელი მუშაობს და ხო რა თქმა უნდა ეხლა იდეა ჩემი იყო და რაღაცა პროცესებში ოდნავ შეიძლება მეც მე იქ რაღაცას გავკარგავდი, მაგრამ მათ გარეშე მე ვერაფერს ვერ ვიზავდი და ეს არის ჯილდო, რომ ხალხი გენდობა, მოდის და ხედავ რომ უმატებენ ისინი. მოდი ბარტერი გავაკეთოთ. შენ ნოდა რა ვარჯიშე? ჩვენ გავიგიმ და მაგაზე დააკარგინე კაი გადაცემაში ყველაფერს მოჩვენა, ნოდა რა ვარ? კაცმა ყველაზე დესპოტი ვით ყავს? აი ყველაზე ჟოსტი მსველი ხო ყავს ვიღაცა? მე ვარ ეგ. ხო და შენ პირადად ავარჯიშე ზმა და ჩვენ მოვალ გადავიღეთ მაგ პროცესს თავის ყველაფერი და კაცი არ განიხილავს. კაცი არ განიხილავს ისე ჩემოთავაზებებს, სადაც ამბიციები არ არის, ის არის. ეუბნები ჟურნალისტთა ნაკრებში დადგეს ვარჯიშეო. მამას დამას ეგრე დაიწყო და ხა წარმოუდგენელია თქიფო გიო ამასთან არ შეიძლება. კი არა ხო. არა ბასერზე შეთანხმებულად წახვალ კიდე არ უნდა გადავიღოთ ვარჯიშები. გიო მადლობა. მადლობა. როგორც ყოველთვის საინტერესო. მე ჩემი ვიზახი რომ მე ჩემთვის ფეხბურთი დაიწყო, მე 68-ში დავიბადე. და 74-13-დან უკვე ასე თუ ისე ფეხბურთს ვეზიარე. მე ყიფე აი გუნდიდან დაიწყო ჩემთვის ფეხბურთი. ქართული. რა თქმა უნდა, იქ მე მანჩესტერები რაღაცები მოიწავდი. და მოვდივარ ესე. დღესაც ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი ის არის. აი ატრიბუტი. მალე კერვას დაიწყებს. აი მართლა კერვას დაიწყებს მალე ყველაფერი აქვს. ეს ჩემგან. უგუნესი მადლობა. ნაკრები. მაგარი საჩუქარი. ჩემგან საფსურად გექნება და მიხარია რომ გექნება შევიდა. დიდი მადლობა. და მე მაინც ჯერა ჩემი გუნდის მე ჯერა რომ მომოვალი კარგი იქნება სწორი ნაბიჯები უნდა გადაიღოს. ეს რაც ვილაპარაკეთ, ეგ იმას არ ნიშნავს რომ არ გჯერა. ოღონ ობიექტურად არ დაგვაუწყდეს ჩვენი რეალური მდგომარეობა. ხო, რა 7 ატლია თუ. მოლოდინებს რომ ჩვენ გავპრინდებით კოსმოსში თუ რაღაცას ვიზრდით. ჩვენი დონე უნდა ვიცოდეთ. რა არასწორად შექმნილი მოლოდინი და არასწორად დასახული მიზნები საერთოდ გვაცილებს. კი, ძალიან. მართალი ხა ცოტა მომეშვა ეს ძივეფონი შენთან ახლა ვლაპარაკი დღეს. პირდაპირ გეუბნე საათებია გასული, ეს პარასკევს კი იდება, მაგრამ საათებია გასული თამაშს მერე და რა ვიცი და საკმაოდ ფეხბურთს მინდა უსწრო რომ გავითანო. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აი წერი კითხვა, იმიტომ რომ იმათმა გაადვილეს ეს დღევანდელი ჩვენი შეხვედრა. ისე მძიმედ მოვაბიჯებდი, აფეთები უკამრჩებოდა. იყურებდი ხო ისე ახლა ცხოვრობ, თორე შეიძლება გაგეხვია კიდე. შეიძლება. და მეგობრებო, გამოიწერეთ, დაალაიქეთ ჩვენი არხი და ჩვენ გამომწერებს ხოვრობთ იმას აჩუქოთ საკერავი მანქანა რომ აი ეს პიჯაკიბდის ყველაფერი მე შეკეროს და იზრუნოს ჩვენ ჯანმრთელობაზე. ეს იდიოტობით რო გამხორო შეგვიძლია ხო? მოკლედ დიმას უნდოდა რომ გიორგისთვის ხელი ავტოგრაფი დაეტოვებინა, საჩუკა რაღაც ამბები. ხელი ავტოგრაფი დაეტოვებინა, მაგრამ ნახე დიმა ვერ ამბობდა და დიმა ვერ ამბობდა რა რომ გიო გეხვეწები ხელი მოაწერე ჩვენ ნიკორას საკომაგო დაფასდა. მე ვამბობ. ასე რომ დიმა შენი ადგილი იცოდე. რამაგრა თქვა დიმა ავტოგრაფი ხელი დაეტოვებინა. რა კარგია, ბიჭო, ზეიმო, თქვი ხარია, ვაი. ბიჭო, ხელი მოგიწერე და გაგიშვეთ. ახლა ნოდარა სამდენი ხანი გაგდება, რავი, მარტო მე შემილია, მეტი ვეღარ უძლებს ხალხი. მე გაიხჭიმავ. აი აქ სადაც გაგიხარდება. აჰა. ვერ მოაწერ. თუ ვერ მოაწერ. აგონ ნოდარ მაგრა წელავ. წელავია, ჭიმავ. აგარყვნილია, ბიჭო, მაგრა წელავ. დიდი მადლობა. წავედით მოგრედლობა. გიორგი არა, წავედი. გიორგი, დიდი მადლობა. წარმატებები შეპირება შესაქმეში და მოიცა. ბარტერი ძალაშია. აი, კომაგის გულაო, მადლობა. ჯიგრების საჩუქარი. საათი. გულაო. პიჯაკი და რა. ო, რა ყველაფერი წესრიგში. ხო და რა გახდა ერთ საკერავი. გიორგი დევდარიანი იყო ჩვენი დღევანდელი ლაილაის სტუმარი, გემშვიდობით ნახვამდის კარგად გზანდებოდეთ. ელოდებით პარასკევს. აბა ე. დიდი მადლობა.